როგორც თქვით, პერსეპოლისი ერთიანი კონცეფციით იყო აგებული. ამ ნაგებობაში, ამ არქიტექტურულ კომპლექსში ყოველი დეტალი იყო გააზრებული, წინასწარ გათვლილი, გათვალისწინებული, მათი ნიშნულობა, მათი ფუნქცია, ყოველი შენობა და რელიეფი რიტუალთან იყო დაკავშირებული და აქედან გამომდინარე გასაგები ხდება მათი სიმბოლური საზრისი. რელიეფების სიუჟეტები, როგორც გიჩვენეთ, მეფე მეომრის განდიდებას წარმოადგენს, ბრძოლა დემონებთან, ძალებთან, წითელ ხაზად გასდევს ამ რელიეფებს. საინტერესოა, რომ პერსეპოლიში შემუშავდა, განვითარდა, ჩამოყალიბდა აქემენიდთა ხელოვნების სტილი, პრინციპი. უფრო ზუსტად აქემენიდური სასახლის სტილი შეიძლება ეწოდოს ამ სტილს, რომელიც შემდგომ ხანაშიც მეოთხე საუკუნემდე ივსებოდა ახალ-ახალი დეტალებით, ელემენტებითა და საზრისით. აქემენიდური სასახლის სტილი დიდ ტერიტორიაზე გავრცელდა, მთელი იმპერიის ტერიტორიაზე, მდინარე ინდიიდან მცირე აზიამდე. პერსეპოლიში შემუშავებული ფორმები, განსაკუთრებით საზეიმო, პარადული, საცერემონიო დარბაზი, აპადანა, გვხვდება სუზაშიც, დარიოსის სასახლეში, თქვენ ახლა ხედავთ სწორედ სუზის რელიეფებს. ასევე აპადანა არის განმეორებული ურარტუში, ხორეზმში. მოდით შევხედოთ რამდენიმე რელიეფს ამ სუზადან. უკვე თქვენთვის ნაცნობი სიუჟეტებია. გარდა პერსეპოლისისა, ხოდ რახან დარიოსი ვახსენეთ, შევხედოთ მართალია ეს მოგვიანო რელიეფია, პირველი საუკუნე პომპეუმში აღმოჩენილი მოზაიკური იატაკი, რომელიც ალექსანდრე მაკედონელისა და დარიოს მეორის ბრძოლას. ეს ალექსანდრე მაკედონელია, ეს დარიოსია, ვინც გაიარეთ კლასიკური ხელოვნება, ელინისტური ხელოვნება, გახსოვთ ალბათ ვილაპარაკეთ ამ გამოსახულებაზე საკმაოდ დეტალურად. მაგრამ დაუბრუნდეთ აქემენიანთა ირანს. პერსეპოლისთან ერთად კიდევ ერთი სრულიად განსხვავებული დანიშნულების მხატვრულ-ტექნიკური გადაწყვეტის მაგალითია ძალიან შთამბეჭდავი მონუმენტური კომპლექსი ნაქში რუსტამი, რომელიც რამდენიმე კილომეტრით არის დაშორებული პერსეპოლისიდან. ეს ადგილი იყო ირანელთა ძველი ირანის ეროვნული სიწმინდე. მე-9 საუკუნეების რელიეფებია აქ აღმოჩენილი. ეს გახლავთ სამარხები, კლდეში გამოკვეთილი 3 სამარხი, დარიოსის, ქსერქსესი და დარიოს მეორის. აქვე თქვენ ხედავთ მარჯვნივ აი ამ კოშკურას. გავადიდებთ ცოტა, ეს არის ზოროასტრის ქააბი, აი ხედავთ. ყველაზე ადრეულია დარიოსის სამარხი. როგორც ხედავთ, უპრეცედენტოა, მანამდე ამდაგვარი არაფერი არ შეგხვედრია ჩვენ. ძალიან თავისებური, ჯვრისებური ფასადია, 23 მეტრის სიმაღლეზეა გამოკვეთილი. ჯვრის ფორმის ფასადი აქვს, რომელიც იმეორებს სასახლეების ფორმებს. აქ კარგად არ ჩანს, მაგრამ აი პორტიკი, სვეტები, ანუ რეალური არქიტექტურული დეტალებია გამეორებული, უფრო მეტიც გამოსახულია სწორედ ცხოველების პროტომებიანი კაპიტელი, ანუ რეალური აქემენიდური ირანის არქიტექტურული ფორმების სასახლის პარადული შესასვლელია განმეორებული. კარის თავზე რელიეფური კომპოზიციაა განთავსებული, დარიოს პირველი სამარხზეა ლაპარაკი. პერსეპოლისის პარადულ კომპოზიციებს იმეორებს ეს გამოსახულება, ეს რელიეფი. აქ ისევ ხვდებით დაპყრობილ ხალხებს. დარიოსი საფეხუროვან პედესტალზეა გამოსახული. სამწუხაროდ ამ რელიეფზე არაფერი არ ჩანს, იგი მშვილდს ეყრდნობა. ხელი გაშვერილი აქვს ცეცხლის საკურთხევლისკენ. მის თავზე კი ახურამაზდას სიმბოლოა გამოსახული.
დანარჩენი რელიეფები იმეორებენ ამ კომპოზიციას, ყოველ დეტალს. აქვეა სამენოვანი დარიოსის წარწერა. შემდგომი ხანის აქემენიდი მეფეები ამ ახალ არქიტექტურულ თემებს ზედმიწევნით იმეორებენ და შემუშავებული ტრადიციული სამარხის ფორმა იქცა მომდევნო ხანაშიც. ამით დავასრულებთ ჩვენ ლექციას, რომელიც ეძღვნებოდა ახალ ბაბილონური სამეფოს ხელოვნებას და ძველი ირანის საკუთრივ აქემენიანთა ირანის ხელოვნებას.